დილამშვიდობის ეთერშია დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე წარმოგიდგენთ. საქართველოს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 229 ქულით მოიპოვა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ 209 ქულით დაიკავა. საქართველოს საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა, მსგავსი შედეგი ამ დრომდე არავის ჰქონია. საქართველოს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა ბზიკებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ საქართველოს ევროვიზიის გამარჯვებული 2011 წელს გახდა. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კი მალტა მასპინძლობდა. შოუს პირდაპირ ტრანსლირება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ სიმღერა მზეო სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა. გამარჯვებაზე არ მიფიქრია, ვფიქრობდი მხოლოდ კონკურსში მონაწილეობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქ შევხვდებოდი. შემდეგ ერთ მომენტში მივხვდი, რომ შემეძლო მოგება. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს მას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. ახლა კი დღის ხომოვლენები. ძლიერი ქარის გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო. მგზავრები თბილისში გამგზავრებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ. მოგვიანებით კი თბილისის აეროპორტში სამარშრუტო ტაქსებით გადაიყვანეს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდის რეისის თვითმფრინავმა. მოგვიანებით ის თბილისის აეროპორტში დაეშვა. გითხრეს რომ ხენა დღეს ქუთაისის აეროპორტიდან არ იქნება და ალბათ გადაგვიყვანენ რამოდენიმე საათში თბილისში და სავარაუდოდ გაფრენის დროც გადაიწევს. შენ თქვენ რომ იქნებოდა 11 საათი, ხა გავიგეთ რომ კიდე გადაიწია და გახდა 12 საათი. სავარაუდოდ ამან ძალიან დიდი პრობლემები შექმნა პირადად ჩემთვის. 4-ზე მოვედით და ვიცით 2 საათი ალბათ გვეუბნებიან თბილისში ხა ავტობუსები იკრიბება, წაგვიყვანენ თბილისში და თბილისიდან ალბათ 12 საათზე იქნება ფრენი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში დღეს ბიუროს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ახლად არჩეული სპიკერი ირაკლი კობახიძე გაუძღვება. მანამდე კი კომიტეტები საბოლოოდ დაკომპლექტდება. დეპუტატები კომიტეტების დებულებებს დაამტკიცებენ და თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ. აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება მსჯელობა ბიუროს სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობებზე წარდგენილი ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა საპარლამენტო უმცირესობის კვოტები კანონის შესაბამისად გადანაწილდეს. ბიუროს სხდომა 15 საათზეა დანიშნული. მაგალითად ბიუროს სხდომა ტარდება პირველ რიგში იმ კომიტეტის სხდომებიდან გამომდინარე, რომელიც მანამდე დილით გაიმართება. კომიტეტის სხდომებზე დამტკიცდება კომიტეტების დებულებები და კომიტეტები აირჩევენ თავიანთ მოადგილეებს. უფრო მეტი ადგილი ერგება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ნაკლები პატრიოტთა ალიანსს ამ პროპორციიდან გამომდინარე. დანარჩენი არის უკვე მოლაპარაკების საგანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად დავაბალანსოთ და ისე დაუჭიროთ უკვე მხარი მოადგილეების კანდიდატურებს. საპარლამენტო უმრავლესობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ კონსულტაციები უმრავლესობის მაჟორიტარ დეპუტატებთან გუშინ გამართა. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატებმა სამომავლო გეგმები და რეგიონებში მათი ბიუროების მუშაობა განიხილეს. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. იყო ის საკითხები განხილული, რაც 4 წლის განმავლობაში მაჟორიტარების ირგვლივ უნდა განვითარდეს. შესაბამისად, აქ იყო საუბარი ბიუროების მოწყობასთან დაკავშირებით და იმ ფორმულაზე, იმ პრინციპზე, რა პრინციპით უნდა იმუშაოს მაჟორიტარის ბიურო ამორჩეულთ. ეს კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილებს მე თვითმმართველობის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევას. ანუ ეხა პრინციპში ჩვენ დავიწყოთ ახალი არჩევნებისთვის მზადება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. პრემიერს მთავრობის დასაკომპლექტებლად 7 დღიანი ვადა განესაზღვრა. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენას ხვალვე ელოდებიან, რის შემდეგაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს ჯერ კომიტეტების ფორმატში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მოусმენენ. საკითხზე პარლამენტმა შესაძლოა მიმდინარე კვირაში რიგარეშე სესიაზე მიიღოს გადაწყვეტილება. სამთავრობო გუნდს ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რაც გიორგი კვირიკაშვილმა უკვე დაადასტურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი ცვლილება 4 სამინისტროს შეეხება.
გამოუცხადებთ ნდობას, მანამდე, რა თქმა უნდა, იქნება დეტალური განხილვის პროცესი იმ პროგრამისა, რა პროგრამითაც მთავრობა წარსდგება პარლამენტის წინაშე, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე უმრავლესობის და უმცირესობის ფორმატებში, იმის და მიხედვით, როდის წარმოადგენს პრემიერი პროგრამას და მთავრობის წევრობის კანდიდატებს, უკვე აქედან აითვლება კონსტიტუციური ვადა, ამიტომ ამაზე იქნება დამოკიდებული ზუსტად როდის მოხდება. დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. დოკუმენტს დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე განიხილავენ და იმ შენიშვნებზე იმსჯელებენ, რომლებიც დეპუტატებმა საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ ხდომაზე დააყენეს. თვითმმართველ ორგანოს მერიაში დოკუმენტის წარსადგენად ვადა 25 ნოემბერს ეწურება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მერიაში ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილებას საკრებულოს ხდომაზე მიიღებენ, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გაიმართება. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია დოკუმენტ თან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ პროექტი საბოლოო სახეს დღევანდელი სხდომის შემდეგ მიიღებს. გამოითქვა არაერთი სურვილი, არაერთი შენიშვნა თქვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და უკვე დღეს ჩანიშნულ საფინანსო საბიუჯეტო კომისიაზე ჩვენ ერთობლიობაში განვიხილავთ აღნიშნულ შენიშვნებს. პოზიცია უკვე შეჯერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი შესაძლებელია დაბრუნდეს მერიაში. ჩვენ წარუდგენთ აღნიშნულ დასკვნავს საკრებულოს თავმჯდომარეს. კონკრეტიზაციასგან კიდევ ერთხელ მინდა თავი მინდა შევიკავო გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ საკუთრივ დღეს საბოლოო დოკუმენტი დღეს უნდა შედგეს. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები აქვს ნაციონალურ მოძრაობას. თამარ შოშიაშვილი დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს არაფრის კეთების ბიუჯეტს უწოდებს და აცხადებს, რომ პროექტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს თბილისის მოსახლეობის წინაშე. ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. პროექტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც არსებობს დედაქალაქში. ეს პროექტი არის არაფრის კეთების ბიუჯეტი რეალურად, ისევე როგორც წინა წლებში დავით ნარმანიამ გაატარა თავისი მერობის ეს რამდენიმე წელი არაფრის კეთებაში. დედაქალაქში იმატებს უკმაყოფილება მოსახლეობის, გადაადგილების პრობლემა, სოციალური დაცვა გაუარესებისკენ მიდის. დღეს უზენაესი სასამართლო ტელეკომპანია რუსთავიორის საქმის განხილვას იწყებს. საკასაციო საჩივრების განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. ზეპირ მოსმენაზე უარის თქმის მიუხედავად, რუსთავიორის იურისტებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო საქმეს ქვემდგომ ინსტანციაში დააბრუნებს. საქმეს სასამართლო კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის შემადგენლობა განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ბოლო ვადა 25 იანვარია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი საკასაციო საჩივარი, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ დასაშვებების განჩინებით დაადასტურა, რომ აპელაციის სტადიაზე ჩვენი საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და როდესაც ასეთი ფაქტი დასტურდება, ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება ამის არის საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში. ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მონპლეზირის თაღთან აქცია გაიმართა. იდენტობა ქუთაისის სათემო რესურს ცენტრის წარმომადგენლებმა ამ ფორმით ტრანსგენდერების მიმართ ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ ტრანსგენდერთა ხსოვნას და ბიანკა შიგუროვასა და საბი ბერიანის ცხოვრების ამსახველი მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლებიც აჩვენეს. ბაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ასეთ ფილმში ასახული იყო ქართველი ტრანსგენდერი ქალების, საბი ბერიანისა და ბიანკა შიგუროვას, ასე ვთქვათ, მოკლე ინტერვიუები და მათი ცხოვრების შესახებ პატარ-პატარა ეპიზოდები. ამით გვინდოდა ჩვენ, ასე ვთქვათ, ხილვადობა გავზარდოთ საზოგადოებაში ტრანსგენდერთა ცხოვრების შესახებ. ჩვენ ერთის მხრივ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, აზრს და პროტესტს და მეორეს მხრივ ჩვენს სახელმწიფოსაც გვინდა შევახსენოთ, რომ სიძულვილი ეს არ არის საზოგადოების მშენებლობის საწინდარი. ახლა კი უცხოეთის სიახლეები არგენტინაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სტიკის ეპიცენტრი შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით სან-ხუანის პროვინციაში მიწისქვეშ 130 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები იყო მეზობელ ჩილეშიც, ცუნამის წარმოშობის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
შეერთებული შტატების მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მით რომნის კანდიდატურა განიხილება. შაბათს მით რომნიმ შეხვედრა ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ტრამპთან სწორედ მაიკ პენსის თანდასწრებით გამართა, თუმცა მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რაზე ისაუბრეს შეხვედრის დროს. შეგახსენებთ, რომ მით რომნი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოდა, მიმდინარე წლის მარტში კი პრაიმერიზის განმავლობაში ის ჯერ კიდევ კონკურენტ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერმა სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საკითხი განიხილა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინს მისკის შეთანხმების რეალიზაციის დაცვის და სირიის კრიზისის დარეგულირებისთვის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელების დონეზე კონტაქტების შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოფლიოში ძალადობის შემცირებისათვის ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმუშაონ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მოელის. ამის შესახებ მან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის ლიდერის განცხადებით დონალდ ტრამპმა მოსკოვთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მზაობა გამოთქვა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით ამ ეტაპზე ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის თარიღი დადგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის ყოველთვის დიდი სხვაობაა. Будет ли он укрепляться? Лагард тоже об этом говорила, Кристин Лагард. Вновь избранный президент Соединенных Штатов подтвердил свои намерения по нормализации. ბარაკ ობამა პოსტიდან წასვლის შემდეგ თავის მემკვიდრეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკრიტიკებს, თუ დონალდ ტრამპის ქმედებები ამერიკის მთავარ ფასეულობებსა და იდეალებს საფრთხეს შეუქმნის. ბარაკ ობამას განცხადებით ის პატივისცემით არის განწყობილი ახალი ადმინისტრაციის მიმართ და სურს მათ მისცეს შესაძლებლობა ჩარევის გარეშე წარმოადგინონ საკუთარი პლატფორმა, თუმცა საფრთხის შემცველი ქმედებების შემთხვევაში ბარაკ ობამა, როგორც საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველი ამერიკის მოქალაქე, ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბრძოლას გამოეთიშა. ექს-პრეზიდენტი მემარჯვენე ცენტრისტების პრაიმერიზის მეორე ტურში დამარცხდა. ის რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა პრაიმერიზის მეორე ტურში იმის ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან ფრანსუა ფიონთან და ალან ჟუპესთან დამარცხდა, რომელთანაც შესაბამისად ხმათა 43,6% და 26,7% მიიღეს. ნიკოლა სარკოზიმ კი მხოლოდ 22,9%-ის მიღება შეძლო და საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მხარდაჭერა ფრანსუა ფიონს გამოუცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ ასევე ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე-პენი და მმართველი პარტიის სოციალისტების წარმომადგენელი, რომლის კანდიდატურაც ამ დროისათვის უცნობია. ოფიციალურმა დამასკომ გაეროს წინადადება ალეპოში ცეცხლის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ უარყო. გაეროს შეთავაზება ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებში ოპოზიციური ძალებისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას ითვალისწინებდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიიდან მეამბოხე ძალები გავიდოდნენ. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურამ სირიის ხელისუფლებას შესთავაზა მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ალეპოს ნაწილისთვის ავტონომია მიენიჭებინა, რაც ოფიციალურმა დამასკომ უარყო. საბრძოლო მოქმედებების შედეგად კი ალეპოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რაიონში სკოლაზე თავდასხმას 8 ბავშვი ემსხვერპლა ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100 გადააჭარბა. დაშავებულია 150-ზე მეტი პირი. შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში გამთენიისას ადგილობრივი დროით 3 საათზე მოხდა. მატარებლის შემადგენლობიდან 14 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ამობრუნდა. კატასტროფის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კიევში ახალი ქართული კინოს რიგით მე-12 ფესტივალი რეჟისორ ვანო ბურდულის ფილმით გაიხსნა, სახელწოდებით გაყინული შადრევნების წელიწადი. კინოფესტივალის ფარგლებში 27 ნოემბრის ჩათვლით სულ 7 ქართული ფილმი იქნება. ნაჩვენები ფესტივალის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.
ეს არის ერთადერთი უკრაინაში იმის შესაძლებლობა, რომ მაყურებელმა, ქართული კინოს მოყვარულებმა ეზიარონ ამ ახალ ქართულ კინოს, რომელშიც არის თანამედროვე რეჟისორების ფილმები ნაჩვენები. ყოველ წელს უკრაინა მაყურებელს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ქართული ფილმების ქართული რეჟისორების წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ჩვენ მომავალ წელს იქნება უკრაინის კულტურის დღეები საქართველოში. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარი დასასრულს მიუახლოვდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში ცნობილი რუსი რეჟისორის დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის სპექტაკლი წარმოადგინეს. დემონი ხედი მაღლიდან ასე ქვია წარმოდგენას, რომლის ნახვა მაყურებელს დღესაც შეუძლია. საჩუქარი 15 ოქტომბერს გაიხსნა და არაერთი საინტერესო უცხოური თეატრალური დასის სპექტაკლის შესთავაზე მაყურებელს ფესტივალში ქართული თეატრალური დასებიც მონაწილეობდნენ. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი 1997 წელს დაარსდა. ჩვენ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი 10 წლის წინ დაიდგა და მას რუსეთის ყველაზე პრესტიჟული პრემია ოქროს ნიღაბი აქვს მიღებული. 1 წლის წინ, როცა ქეთი დოლიძისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ დემონი ხედი მაღლიდან თბილისში გვეთამაშა, ამ წინადადებას დიდი სიხარულით დავთანხმდით. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მოსკოვის გარდა არსად ყოფილა ნაჩვენები დღეს ქართველი მაყურებლის წინაშე წარვადგინეთ, რაც ჩემთვის ყველაზე ემოციური იყო. ეს სპექტაკლი არასდროს არ გასულა მოსკოვის გარეთ. ეს არის ისეთი სინთეზი ლიტერატურის, ფილოსოფიის, რელიგიის, ადამიანის ყოფის საოცარი სახეა, მხატვრული სახე ტოტალიტარიზმის. ძალიან დიდი სიყვარული აქვს საქართველოს ეს ჩანს ამ სპექტაკლში, როდესაც ეს ქართული და თვითონ ვიტრაც რემლები წამოვიდა, იმიტომ რომ არ ვაპირებდით ამის ეს დიდი ხნის წინ გაკეთებული სპექტაკლი 10 წლის წინ და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მაყურებელ ნახა და ეხლა მე თავისთავად ძალიან ბევრი რაღაც დავინახე, როგორც ჩემი საქმის პროფესიონალმა. 1 დეკემბერს სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში კარიერული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ საქართველოში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს პირისპირ გაესაუბრონ და დამსაქმებელ საკუთარი თავი წარუდგინონ. ფორუმის ორგანიზატორი ბესიკ ექსეულიძე არის ჩვენთან სტუმრად უკაცრავად და ის გაგვაცნობს ყველა დეტალს ფორუმის შესახებ. მოგესალმებით ბატონ ბესიკ, მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში, რამდენი კომპანია არის დაინტერესებული სტუდენტების დასაქმებით და რას თავაზობენ ისინი ახალგაზრდებს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს დელმაყურებელს. უნდა აღინიშნოს ის, რომ დასაქმების ფორუმი არის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტთა დასაქმებას. ამ პირველი ჩვენ გვაქვს სეგმენტად აღებული სტუდენტები და ის კომპანიები, რომლებიც სტუდენტებისთვის, ასე რომ ვთქვათ, წარმოადგენენ სხვადასხვა ვაკანსიებს. ანუ სტუდენტების დასაქმების მიმართულებით დასაქმების ფორუმი არის ყველაზე, როგორ თქვა, უნიკალური შეაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ სტუდენტების აქვს შეაძლებლობა მივიდნენ ადგილზე, გაეცნონ, გაესაუბრონ HR-ებს, წარმომადგენლებს. რამდენი წელია, რაც ამ ფორმატში თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან? ეს არის დაახლოებით უკვე მეორე წელია და იცით რა უნდა აღინიშნოს, როდესაც ეს კომპანიები, რომლებიც წარმომადგენლები არიან დღეს დასაქმების ფორუმზე, მათ უკვე აქვს გარკვეული ვაკანსიები და ეს ვაკანსიები უკვე დევს სხვადასხვა HR სააგენტოებზე და დღეს, როდესაც სტუდენტს აქვს დაინტერესებული არის ამ კონკრეტული ვაკანსიით, მას შესაძლებლობა აქვს, რომ 1 დეკემბერს უკვე კონკრეტულ ვაკანსიებზე შეხვდეს კონკრეტულ კომპანიას. გასაგებია, თქვენ ახსენეთ, რომ HR კომპანიებს აქვს წარმოდგენილი ეს ვაკანსიები, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე და წარადგინოს თავის განაცხადი. ამ შემთხვევაში სტუდენტებს აქვთ თუ არა უპირატესობა, როდესაც სტარდება დასაქმების ფორუმი. რამდენად არიან დაინტერესებული კომპანიები, რომ სწორედ სტუდენტები დაასაქმონ? დიახ, 1 დეკემბერს მათ ექნებათ მხოლოდ ის ვაკანსიები, რომელი ვაკანსიებიც გათვლილია სტუდენტებისთვის. ანუ 1 დეკემბერს, როდესაც სტუდენტი მივა კონკრეტულ კომპანიასთან, კომპანია არ მოთხოვს მას, რომ შემდა კონდეს 5 წლიანი გამოცდილება, შემდა კონდეს ხარისხი. ანუ ეს იქნება ძირითადად ის ვაკანსიები და ის სეგმენტი იქნება, რომლებიც სტუდენტებისთვის არის გათვლილი. ამიტომ რა სახის პოზიციებზე არის ხოლმე ძირითადად საუბარი? ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტაჟირებები, ძალიან ბევრ კომპანიას აქვს სტაჟირების პროგრამები, იმიტომ რომ როდესაც სტაჟირებას იწყებს, სტაჟირება არის კარიერული და პროფესიული განვითარების მიმართულებით ყველაზე აუცილებელი. შეიძლება ღებულობდე მინიმალურ ანაზღაურებას, მუშაობდე 9 დღის განაკვეთით, მაგრამ შენ საქმეს აკეთებდე და რეალურად შენ პროფესიაში საქმიანობდე. ანუ ეს არის, მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ არის ისეთი ვაკანსიები, რომლებიც სტუდენტებს ძალიან დიდ შესაძლებლობას მიცემს ფინანსური რესურსის გაზრდის კუთხით. ხდება თუ არა ესეთი შემთხვევა არის თუ არა, როდესაც თქვათ ადგილზე ხდება კონკრეტული შეთავაზება დასაქმებაზე, არა სტაჟირება, არამედ პირდაპირ ვაკანსია
ვაკანსიის შეთავაზება და შემდეგ იკავებს უკვე სტუდენტი პოზიციას. ანუ ჩვენი გამოცდილებიდან უნდა აღინიშნოს ის, რომ დასაქმების ფორმის ყველაზე დიდი შედეგი აქვს დასაქმების კუთხით, იმიტომ რომ როდესაც მიდის კონკრეტული სტუდენტი, ანუ სამსახურის მაძიებელი კომპანიასთან და ხდება მათთან გასაუბრება, ანუ ეს არის ერთ-ერთი, ანუ შეიძლება ის კონკრეტულ ვაკანსიაზე სტუდენტი არ იყოს დაინტერესებული ან არ იყოს მასზე გათვლილი, მაგრამ როდესაც კადრს გაეცნობა, ესა თუ HR წარმომადგენელი, უკვე მას სრული უჩნდება, რომ რაღაც სხვა შესთავაზოს, სხვით დაინტერესდეს და რეალურად არა მხოლოდ წარმოდგენილი ვაკანსიებიც, არამედ უფრო ახალი ინტერესები იკვეთება ხოლმე HR სამსახურებიდან და ნებისმიერ სტუდენტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააინტერესოს საკუთარი თავი და წარადგინოს საკუთარი პოზიცია. დიახ, ძალიან მოკლედ ვისაუბროთ თავად ფორუმის ფორმატზე. სტუდენტი წარადგენს თავის CV-ს, ალბათ ხომ, კონკრეტულ კომპანიასთან, შემდეგ რამდენი ხანი აქვს მას გასაუბრებისთვის? დაახლოებით 10-15 წუთი არ არის დროში შეზღუდული, რომ როდესაც დაждდება HR წარმომადგენელთან, მას არ აქვს იმის ასე ვთქვათ, დრო განსაზღვრული, რომ მაქსიმალურად 5 წუთში უნდა ადგე, 10 წუთში უნდა ადგე. უმჯობესია, რომ მათ იქონიონ თავიანთი რეზიუმეები, რომლებიც ანუ ჩვენ სპეციალურად ვქნით სხვადასხვა პროდუქტებს, განსაკუთრებით კი რეზიუმეების შედგენისთვის აუცილებელ სხვადასხვა სტატიებს, ანუ შევქმნით Upwork-ში, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თუ როგორ შეადგინოს რეზიუმე, როგორ დაწეროს სამოტივაციო წერილი, თუ გაეცნობა ამ გვერდზე ინფორმაციებს და მოამზადებს შესაბამისად სამოტივაციო წერილს და რეზიუმეს, აუცილებელია იქონიოს რამდენიმე ეგზემპლარად. ანუ თუ დაინტერესებულია მაგალითად რამდენიმე კომპანია, ჩვენ ფორუმზე გვეყოლება დაახლოებით 20-30 კომპანია და საკმაოდ მრავალფეროვანია ის სფეროები, რომლის წარმომადგენლებიც იქნებიან. ანუ კომპანიები არიან დაინტერესებული ძირითადად იმ სფეროების მიხედვით, რაც სულხან საბა-ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს აქვს. და შესაბამისად იმ სფეროების მიხედვით აქვთ წარმოდგენილი ვაკანსიები. კარგია, რომ ქართული კომპანიებიც აქტიურად არიან ჩართული. დიახ, უმრავლესობა საკმაოდ აქტიურად ქართული კომპანიები არიან და მსხვილი კომპანიები არიან, რომლებიც გამოირჩევიან სტუდენტთა დასაქმების მიმართულებით. ანუ ჩვენი რამდენი კომპანია არის დაახლოებით? დაახლოებით 20-30-ია, 20 კომპანია უკვე რეგისტრირებულია და ველოდებით 10 კომპანიის პასუხს. მათ ისინი იქნებიან, მათ კონკრეტული სტენდი ექნებათ, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მივიდეს, დაჯდეს, გაესაუბროს, თავისთავად წარმოაჩინოს და დააინტერესოს კონკრეტული მიმართულებით. ეს არის საბანკო სფერო, მომსახურების სფერო, ღვინის კომპანიები. დიახ, ეს არის საფინანსო სფეროები, უმრავლესობა საფინანსოა, არის ისეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად Goodwill, Visual Group-ის გასაგებია, ამათ მაინც არ ჩამოვთვალოთ კომპანიები. თქვენ ახსენეთ სტაჟირება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიების მხრიდან ხშირად გამოითქმის ხოლმე უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაფერისი კადრები, შესაფერისი კვალიფიკაციის კადრები მათ არ ყავთ, ამიტომ კარგი საშუალება რომ სტუდენტს სტაჟირება გაატარონ, მისი კვალიფიკაცია ამაღლდეს და შემდეგ დაასაქმან. ამ 2 წლის განმავლობაში თქვენ ახსენეთ, რომ ამდენი ხანია, რაც თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან. თუ გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, სტაჟირების შემდეგ რამდენი სტუდენტი დარჩა კომპანიაში და დასაქმდა და სტაბილურად იმყოფება? კი, ანუ თითქმის ყველა კომპანია არჩევს ამ მიმართულებას, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სტუდენტი თუ სამსახურის მაძიებელი სტაჟირების დროს გაეცნოს კომპანიაში კორპორატიულ კულტურას, გაეცნოს საქმიანობის თითოეულ სფეროს და თითოეულ მიმართულებას, აითვისოს ეს ყველაფერი კარგად და ამის შემდგომ უკვე ის კონკურენტუნარიანი და ზრუნავს კომპანიის მოგებას და მის წარმატებულ საქმიანობაზე. ამიტომ სტაჟირების მიმართულებით დღეს არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ საჯარო სამსახურშიც კონკრეტულად არის შექმნილი საჯარო სამსახურის სტაჟირება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვს გაიარონ სხვა. თავად ფორუმში საჯარო სამსახური ალბათ არ იღებს მონაწილეობას, ხოლო კერძო სექტორია წარმოდგენილი და ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი რაღაც არის სტაჟირება, იმიტომ რომ მე მაგალითად თითოეულ სტუდენტს ვურჩევ და რეალურად სტატისტიკაც ესე მეტყველებს, თუ სტუდენტი იწყებს სტაჟირებას და სტაჟირებით, აი მარტივად რომ ვთქვათ, კარგ კომპანიაში შეყოფს თავს კარგ პოზიციაზე, მას უკვე ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი და იქ დაარჩეს და დაემკვიდროს ადგილი. იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მას სურს. თავიდან ყველაფერი იწყება რაღაც მოხალისეობრივად თუნდაც და მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებს ურჩევდი, რომ არ იფიქრონ რაღაც 1000 ლარიან სამსახურზე და დიდ სკამზე და რაღაც საუკეთესო კაბინეტზე, დაიწყონ სტაჟირებით კარგ კომპანიაში, უმჯობესია 6 თვით ან 1 წლით მოხალისეობრივად საქმიანობდე შენ სფეროში, ვიდრე მაგალითად იღებდე რაღაც შემოსავალს და სულ სხვა სფეროში ისეთ რაღაცას აკეთებდე, რომელსაც პერსპექტივა და დაწინაურების შესაძლებლობა საერთოდ არ აქვს, მომავალი არ აქვს, ხოლო ამ მიმართულებით სტაჟირების დაწყებით უკვე შესაძლებლობა გაქვს, რომ ნელ-ნელა მაღალ ეტაპზე გადახვიდე, შემდგომ უკვე ფინანსური რესურსის გაგიჩნდეს და აკეთო ის საქმე, რაც შენ პროფესიაში შეეფერება და რაც შენ მოგწონს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს სტუდენტებს თქვენი დაკვირვებით? არა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი მიდგომა არ აქვთ. სტუდენტებს შეიძლება ითქვას, რომ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, როდესაც 4 წელს ამთავრებენ, ან მე-4 წელს
როდესაც არიან, ანუ მათ სურთ უკვე რაღაც საუკეთესო სამსახური, საუკეთესო პოზიცია, დღეს შრომითი ბაზარი თან კერძო სექტორში საკმაოდ კონკურენტუნარიანია, ამიტომ ბევრი სტუდენტი არაკვალიფიციურია და რეალურად ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ანუ არის ბევრი საკითხები, რაშიც სტუდენტები ვერ ერკვევიან. ეს განათლების სისტემის ბრალია თუ არა, ეს ძირითადად პრაქტიკული გამოცდილების ბრალია და ამიტომ არის ის, რომ თავიდან რომ სტაჟირებით დაიწყებს სტუდენტი საქმიანობას, ის პრაქტიკულ ცოდნას ძალიან ბევრი დეტალია მუშ საქმიანობაში, იმიტომ რომ იქ არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაც აკრიფ ან რაღაც ბეჭდო, იქ კომუნიკაცია ძალიან ბევრი დეტალია, რასაც ყურადღებას უნდა აქცევდეს სტუდენტი, რასაც ვერ ითვალისწინებს. ძალიან ბევრი შემთხვევა არის ხოლმე ისეთი, როდესაც სტუდენტები იწყებენ მუშაობას, მათ აგვიანდებათ სამსახურში მისვლა, რაღაც ბევრ შეცდომებს უშვებენ. ამიტომ ამჯობინებს და ურჩევნია კომპანიამ არ დახარჯოს ფინანსები და რეალურად თავიდან სტაჟირები დაიწყოს, გამოცადოს კადრი, თუ როგორ შეუძლია მას გაართვას ამა თუ იმ დავალებას თავი და ამის შემდგომ უკვე კერძო კომპანიები საკმაოდ სტიმულს აძლევენ და მოტივაციას სტუდენტებს, რომ დაასაქმონ თავიანთ კომპანიაში. გასაგებია. მოდით მოკლედ ვისაუბროთ კარიერული და პროფესიული განვითარების ცენტრის მუშაობაზე. რამდენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ, როგორი გვაქვს შედეგები ამ დროისთვის, რამდენი სტუდენტის დასაქმება შეძელით სწორედ ფორუმების საშუალებით? დიახ, ჩვენ თანამშრომლობთ უკვე მესამე უნივერსიტეტთან, აქტიური თანამშრომლობა ქონდა საქართველოს უნივერსიტეტთანაც, სადაც ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართებოდა და უნდა აღინიშნოს ის, რომ თითოეულ უნივერსიტეტში არის დაახლოებით 15 უნივერსიტეტია, სადაც ტემპუსის პროექტის და გრანტის ფარგლებში შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის სამსახურები და ურჩევდი სტუდენტებს, რომ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურებში მივიდნენ, აუცილებლად მიაკითხონ. მე მუშაობდი ამ მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ასევე დასაქმების ფორუმების ორგანიზება. დაახლოებით წინა წელს სტატისტიკის მიხედვით გამართულ ფორუმზე დასაქმდა 60 სტუდენტი, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სფეროების. ეს ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები. დიახ, ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები და რეალურად ყოველ სემესტრში ვაკეთებდით ხოლმე ამ ფორუმს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის დასაქმების კურსი. საქართველოს უნივერსიტეტს რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სტუდენტია დასაქმებული, ალბათ ძალიან მცირე ნაწილია, ვინც ამ ეტაპზე არ მუშაობს. დიახ, ანუ მას უნივერსიტეტს აქვს ისეთი პოლიტიკა, თან დასაქმების ხელშეწყობის სამსახური არის უნივერსიტეტში, რომელიც ხერს უწყობს ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას. რაც შეეხება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს, რა მდგომარეობა გვაქვს? აქ ეს უნივერსიტეტი საკმაოდ ესე ვთქვათ, welcome უნივერსიტეტია, არის სწავლების ის მიმართულებები, რომლებიც შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანს წარმოაჩენს სტუდენტს, თან დონე, ხარისხი და თითოეული მიმართულება საკმაოდ წარმატებული საქმიანობისა და მომავლის შედეგია და შესაბამისად უნივერსიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ იყვნენ აქტიურად ჩართულები სხვადასხვა პრაქტიკულ გამოცდილებაში, ანუ როდესაც უკვე მე-3-4 კურსზე გადადის სტუდენტი, მნიშვნელოვანია, რომ ის რაღაც კონკრეტულ პრაქტიკულ განათლებას დაეუფლოს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეიძლება ქონდეს საუკეთესო GPA, იყოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტი, მაგრამ არ ქონდეს ელემენტარული პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც თუნდაც კონკურენტუნარიანს წარმოგაჩენს შენ ნებისმიერ დამსაქმებელთან ან შრომით ბაზარზე. ამიტომ უნივერსიტეტი ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურ ღონისძიებებს ქმნის და უწყობს სტუდენტებს ხელს, რომ მაქსიმალურად მიიღონ მათ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა. და ასევე უნდა დავამატო ერთი რაღაც, რომ დასაქმების ფორუმში წარმოიდგინეთ სტუდენტები დღეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში წარმოადგენენ კომპანიებს, ეხლა როგორც ვახსენდი, აქვს ჯობჯისე განთავსებული CV-ები, ძალიან ბევრი CV შეძით მას და უკვე ნებისმიერი, ანუ გასაუბრებასაც არ უნდა სტუდენტებს რომ დაელოდონ, შეუძლიათ პირდაპირ შეხვდნენ უკვე დამსაქმებლებს და კონკრეტულ ვაკანსიაზე გაესაუბრონ. ეს საკმაოდ დიდი ძალიან კარგი საშუალება არის ნამდვილად. კომპანიების მხრიდან თუ არის მზარდი დაინტერესება, იზრდება მათი რისკი. რა თქმა უნდა, დიახ, კომპანიები ყველაზე მეტად აქტიურად არიან ჩართულები ამ მიმართულებით, იმიტომ რომ კომპანიისთვის კადრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ის არის თვითონ მაძიებელი კადრის. და ისეთი კადრი, რომელსაც თავად გამოზრდის. დიახ, რა თქმა უნდა და ასწავლის იმ ძირითად ფუნქციამოვალეობებს, რაც უკვე აუცილებელია. არის ვაკანსიები, რომლებიც უკვე საკმაოდ მაღალანაზღაურებადი არის და თუ დააკმაყოფილებს ესათვი სტუდენტი მოთხოვნებს, უკვე შეუძლია. შესაძლებლობა ყველაფრის არსებობს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, განსაკუთრებით სტუდენტებს 1 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება დასაქმების ფორუმი და ფორუმის ორგანიზატორი ბესიკ ექსეულიძე იყო ჩვენი სტუმარი. სულ რამდენიმე წუთში კი უკვე ეკონომიკის და ბიზნეს სიახლეებს გაგაცნობთ.
22 ნოემბერი 23 საათი და 40 წუთი. პირველია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. სევილია იუვენტუსი. შეხვედრას წარმოგიდგენთ Heineken და PlayStation. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის სპონსორი. აკას აქვს მის ნაწარმოებებს უმეტესობას აქვს, რომ კინო დაინტერესდეს მისი. ძალიან კარგი სახეობები თამაშობდნენ, ახალგაზრდები. მიხაროდა მათ გვერდით ყოფნა, იმიტომ რომ პოპულარული ახალგაზრდები არიან უკვე კინოში, თეატრში, ტელევიზიაში და მინდა რომ გაგრძელდეს ის ტრადიცია, რაც ჰქონდა პირველ არხს. ჩაეყაროს საფუძველი ამ პროექტით სატელევიზიო ფილმების გადაღებას. გაიმარჯვე და წარადგინე საქართველოს ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ დღესასწაულზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს ევროვიზია 2017-ის ეროვნულ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ მომღერლებს და ჯგუფებს. მსურველებმა უნდა წარადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა, ბიოგრაფია და ფოტო. განცხადებები მიიღება 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გისურვებთ წარმატებას. ეს თქვენი რეალური სივრცეა. თქვენ გვნით, თქვენ ირჩევთ. თქვენ სულით რეალურ სივრცეს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. დელტაკომის 100%-იანი წილის შეძენაზე მაქტიკომმა მარეგულირებლის წინასწარი თანხმობა მიიღო, ეს და სხვა სიახლეები რამდენიმე წამში. ცხათვის მონაცემებით ქვეყნის სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა 31 მილიონი ტონაა, მაჩვენებელი ერთ წელში 1,5 მილიონი ტონით არის შემცირებული. მთლიანი ტვირთების 71% საავტომობილო გზით გადაზიდვებზე მოდის, სადაც წლიური ზრდა ფიქსირდება, რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებს, იქ ტვირთებმა 11%-ით იკლო და 13 მილიონი ტონა შეადგინა. განსხვავებულია მგზავრთა გადაყვანის ტენდენცია, სადაც წლიური ზრდა 8 მილიონია, საქართველოს დერეფანში ტვირთების ზრდას მომავალ წელს ელიან. დელტაკომის 100%-იანი წილის შეძენაზე მაქტიკომმა მარეგულირებლის წინასწარი თანხმობა უკვე მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ მაქთის ტრანზაქციიდან 3 თვის ვადაში ხელშეკრულების ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას დაავალა. ამასთან მაქთიმ ტარიფების კუთხით ბაზარიც უნდა შეისწავლოს, რათა ახალი ტარიფები შეიმუშაოს. დელტაკომი ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერპროვაიდერია, ის ასევე ვალდებულია მომსახურება სხვა მაქთის კომპანიაზე ძვირად არ მიყიდოს. კომისიის ხდომაზე გარიგების ღირებულება არ დასახელებულა. ტურიზმი ციფრულ სამყაროში და ინტერნეტ სივრცის ახალი გამოწვევები თბილისში. ციფრული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა შეხვედრისათვის განსაზღვრულ თემებზე. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი და National Geographic-ის ფოტოგრაფი საუბრობდნენ. მოწვეულმა სპიკერებმა დაინტერესებულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს და მათ კითხვებსაც უპასუხეს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია და პოტენციურ ტურისტებთან სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთ. ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიყენებთ ციფრულ მარკეტინგს იმისათვის, რომ საქართველოს უფრო ცნობილი გავხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება Google-დან, National Geographic-დან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გახდეს ცნობილი ჩვენი ფართო საზოგადოებისათვის.
თბილისის ცენტრალურ ნაწილში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ნაწილი მოეწყობა. ამ დროისათვის თბილისის მერია ტენდერის გამოცხადებაზე მუშაობს, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის მომზადება სრულდება, რომლის შედეგადაც ტენდერი გამოცხადდება. მერია დაინტერესებულ ინვესტორს პარკინგის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთს გადასცემს, შესაბამისად კონკურსში გამარჯვებული ინვესტორი ავტომანქანის სადგომის ტარიფს თავად განსაზღვრავს. როგორც მერიაში ამბობენ, აღნიშნული ტენდერი City Park-თან ამ დრომდე მოქმედ ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ახალი რეგულაციები ავტოსადგურების და გადამზიდავი კომპანიებისთვის ობიექტების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმად ოპერატორი ვალდებული ხდება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და სერვისები. სტანდარტების ძალაში შესვლა კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამის მიუხედავად, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებაზე იზრუნონ. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პანდუსების, ბილიკების და გასასვლელების მოწყობა, ამ კატეგორიის მგზავრების უზრუნველყოფა ყველა სათანადო სერვისით მთელი მგზავრობის განმავლობაში. ეს ვალდებულებები ავტოსადგურებსა და გადამზიდავ კომპანიებს ახალი რეგულაციებით ეკისრება. ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებები ავტოსადგურებს, გადამზიდავ კომპანიებს და იმ იურიდიულ პირებს ეხება, რომლებიც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარულ გადაყვანას ახორციელებენ. ახალი რეგულაციები მძღოლს ავალდებულებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში ჩასხდომაში, ბარგის ავტობუსში განთავსებასა და ჩამოღებაში დაეხმაროს. გადამზიდავები ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავენ და მზად არიან ინსტრუქციის მიხედვით იმუშაონ. არაფერ პრობლემას არ შეგვექს. თქვენ სადაც ვეხმარებით, მაგრამ ექნება თითოეულ რაკაცია. მასიურად სად არიან ახლა, არ მოძრაობენ ახლა იმდენი რომ პრობლემა შეგვიქნა. ჩვენთვის პრობლემა არ არის, ყოველთვის ვეხმარებით, რაც შეგვიძლია შესაძლებლობებით. პრობლემა არ იქნება არავისთვის, იმიტომ რომ ქართველები ვართ და რა თქმა უნდა, ხელშეწყობა უნდა იყოს ერთმანეთის გადმედი. ეტლით მოსარგებლე გიგა აბულაძე ახალი რეგულაციების ამოქმედებას დადებითად აფასებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც ყოველდღიურად არაადაპტირებული გარემოს გამო აწყდება. აქ პრობლემების მიხედვით დაჭვია, რომ ეს მხოლოდ ტრანსპორტის მოგვარება ვერ შეცვლის დიდად სურათს. აქ სადარბაზოების ადაპტირება საჭირო, ტროტუარების, რომლებიც არის ჯეხურები, ურნები, ნაგვისურნებით დატვირთული და არ არის აბსოლუტურად ადაპტირებული. ახალი სტანდარტების ამოქმედების შედეგად კომპანიებს დამატებითი ხარჯის გაწევაც მოუწევთ. ამის მიუხედავად ტრანსპორტის პროფკავშირებში ფიქრობენ, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა აუცილებელია. აუცილებელია და დაინერგოს ქვეყანაში, რომ მათ მიეცეს და მოხდეს საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ხდება სპეციალურად ტექნიკურად გადაიარაღება ისე, რომ შშმ პირებისთვის იყოს ერთი ადგილი მაინც დათმობილი მიკროავტობუსებში. რა სანქციები იმოქმედებს ახალი ნორმის დარღვევის შემთხვევაში ჯერ ცნობილი არ არის. სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით დღეს თბილისში მედიაციის დღეებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მიზანი მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის განვითარება. რამდენად მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები მედიაციას და რაში მდგომარეობს მედიაციის უპირატესობა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შონბი შარპი გვესაუბრება ამ თემაზე. დილა მშვიდობის, დიდი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენ სტუდიაში. დილა მშვიდობის კაბატონო ნინო. ვიცით რომ კონფერენციას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტები, რაზე ისაუბრებენ ისინი, ძირითადად რა ინფორმაციას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები მათგან? Well, we're very excited on behalf of the ძალიან გვიხარია გარშე და გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობთ და მე მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს საკუთარი თავი დაიმკვიდრა როგორც რეფორმატორი ლიდერი, რადგანაც ებრძოდა კორუფციას და ასევე ზრდიდა საჯარო სამსახურებს და ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების მიმართ. და მედიაციის დღეები, რომელსაც ჩვენ დღეს და ხვალ გავმართავთ თბილისში, სწორედ ამის ნაწილია. ჩვენ თანამშრომლობთ ევროკავშირთან და ასევე კიდევ
სამთავრობო პარტნიორებთან ერთად, რათა ჩამოვიყვანოთ ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ჩვენ შემოვიტანოთ თავის მოგვარების ალტერნატიული ზომები საქართველოში და ჩვენ რამდენიმე რამეს გავაკეთებთ, რადგანაც ჩვენ შევხედავთ, ჩვენ განვიხილავთ ახალ კანონპროექტს მედიაციის შესახებ, რომელიც წარედგინება იურისპრუდენციაში დაკავებულ ადამიანებს, ასევე კიდევ საზოგადოებას და კიდევ ჩვენ ვისაუბრებთ კვლევაზე ამ სფეროში, რომ შევხედოთ კიდევ ისტორიულ წინაპირობებს და ისტორიას მედიაციისა, იმიტომ რომ საქართველოსთვის ეს არ არის აბსოლუტურად ახალი რამე, ეს არის გრძელვადიანი კულტურის ნაწილი. გასაგებია, თქვენ კანონპროექტი ახსენეთ, ვინ იმუშავა ამ კანონპროექტზე და რა ძირითადი საკითხები არის, პუნქტები მთავარი, რაც უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ? უპირველეს ყოვლისა, მედიაცია ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს და ფაქტობრივად საქართველოში მედიაცია არსებობდა და ეს იყო მათი კულტურის ნაწილი მე-13 საუკუნიდან მოყოლებული. გურიაში მე-19 საუკუნის დასაწყისში იყო ბევრი პატივცემული ქალბატონი მედიატორი, რომლებიც სამოქალაქო დავებში იღებდნენ მონაწილეობას. სვანეთშიც კიდევ არსებობს მსგავსი ტრადიცია, რომ დავების მოგვარება უზრუნველყონ. და მნიშვნელობა და სხვადასხვა საქართველოში ჩვენ ეს მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. მედიაციას გააქვს განსახილველი საკითხები სასამართლო სისტემის გარეთ და საქართველოში სასამართლოები გადატვირთულია როგორც სხვა ქვეყნებში და საქმეების რაოდენობა ძალიან დიდია, რომელთა განხილვაც თვეები და წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამიტომ მედიაცია ადამიანებს დაეხმარება, რომ გადაწყვეტილებას და მოგვარებას მიაღწიონ რამდენიმე საათში. ეს არის პირველი უპირატესობა. მეორე უპირატესობა არის ის, რომ თვითონ ეს პროცესი შეიძლება გაიმართოს ბევრ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხებზე, როგორც არის საოჯახო საკითხები, განქორწინება, ბავშვის ზრუნვა, ქონებასთან დაკავშირებული დავები, ბიზნესთან დაკავშირებული დავები. ეს ჩამონათვალი, რაც თქვენ ახსენეთ, სამეზობლო დავები, საოჯახო დავები, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს ჩამონათვალი გაიზარდოს და სხვა სახის დავებზეც გავრცელდეს მედიაცია? თუ ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა და რეალურად არ შეიძლება ვთქვათ ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდეს. I'm sorry if I understood the question correctly. თუ შეკითხვა სწორად გავიგე, მედიაცია ძალიან მოქნილი პროცესია და ამიტომ ეს უნდა იყოს მოქნილი და სტრუქტურირებული და ეს ფართო სპექტრის საკითხებს შეიძლება შეეხოს. განსხვავება არის ის, რომ აქ არ არსებობს შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლო პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპი არსებობს და ძალიან ძვირი უჯდება ეს მხარეებს, ძალიან დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო მედიაციის დროს ადამიანები იკრიბებიან იმისათვის, რომ ორმხრივად მისაღები და ხელსაყრელი გამოსავალი იპოვონ. ეს არის ნებაყოფლობითი, ეს არის კონფიდენციალური, ეს არის ერთმანეთის მხარდაჭერაზე აგებული პროცესი. და ძირითადად ეს არის იმიტომ, რომ მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე საქართველოს მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს არ აქვს იმის რესურსი, რომ გრძელვადიანი და ფორმალური სასამართლო პროცესი გამართოს და მედიაცია ამიტომ ეს არის ძალიან ეფექტიანი პროცესი ამ მხრივ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც რთულია ფორმალური სასამართლო პროცესში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი ტრადიცია მედიაციის გამოყენების და ამ ფორმის და ამ შესაძლებლობის გამოყენების, დღეს მაინც სასამართლოს მიმართავენ, თუნდაც სამეზობლო და საოჯახო დავებზე. სტატისტიკა თუ გვაქვს კონკრეტულად ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში რამდენი საქმე და რამდენი დავა მოგვარდა მედიაციის საშუალებით. რამდენად უახლოვდებით ამ მხრივ ჩვენ ევროპის და ევროპის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს? Right, so in terms of it's still very much early days, but mediation ამ ყველაფრის ადრეული დღეები არის ახლა და მედიაცია, როგორც თავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს უნდა გადადგას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ამ ინიციატივებით. და კიდევ ეს არის მზგრადი განვითარების მიზანი, ეს არის მე-16 მიზანი, რომელიც საუბრობს ინკლუზიურ მართლმსაჯულებაზე. Now it's early days, but in many other countries across the ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მედიაცია, როდესაც ეს გამოიყენება მართლმსაჯულების სისტემის ნაწილად, ეს უზრუნველყოფს პირდაპირ ეკონომიკურ საინვესტიციო სარგებლობას, ძალიან კარგია ეს ბიზნეს კლიმატისთვის და ბიზნეს საზოგადოებაც ასევე მხარს უჭერს მედიაციას, მაგალითად საერთაშორისო სავაჭრო პალატა. კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ ჩვენ აქ უკვე დავიწყეთ საქართველოში და ჩვენ გვაქვს საპილოტო
პროექტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორის სასამართლოში ასევე და კიდევ 17 სერტიფიცირებული მედიატორი უკვე გვყავს და 51 საქმე უკვე გადავიდა მედიაციაში ბოლოს 3 წლის განმავლობაში, მაგრამ რასაკვირველია ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობასთანაც გაქვთ თქვენ კონტაქტი თუ უშუალოდ სასამართლოში მუშაობენ სპეციალისტები? საინფორმაციო კამპანიას გულისხმობ. Yes, I mean, awareness, this is a very important aspect. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ეს, იმიტომ რომ რასაკვირველია, ყველამ იცის როგორია სასამართლო სისტემა, როგორია ოფიციალური სასამართლო სისტემა და მაგრამ ხალხმა მაინც არ იცის რა არის მედიაცია როგორც პროცესი. ამიტომ ეს მოითხოვს ნდობას და ინფორმირებულობას ამ სისტემის შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის იუსტიციის სამინისტრო, ასევე კიდევ მედიატორთა ასოციაცია და კიდევ ევროკავშირი და USAID და გერმანული ორგანიზაცია GIZ. მოკლედ ჩვენ თანამშრომლობთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა საქართველოს მოსახლეობამ აიმაღლოს ინფორმირებულობის ზონი და იცოდნენ, რომ ეს შესაძლებლობა მათთვის არსებობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ რამდენიმე თვე თუ რამდენიმე წელიწადი გაატარონ სასამართლო დავებში, რაც ბევრი და ძვირი ჯდება, შეიძლება ამის ნაცვლად რამდენიმე საათში გადაწყვეტონ დავა. ისიც რომ გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუ კი მედიაციას მიმართავენ მოქალაქეები. Far less costly, absolutely. გაცილებით ნაკლებად ძვირი, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ძალიან ეკონომიკურად მოუგებიანია ეს და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიზიდოთ ინვესტორები და ასევე კიდევ გაიზარდოს ბიზნესი, ამ მხრივადაც მნიშვნელოვანია და გაიზარდოს ბიზნეს კლიმატი. კიდევ ასევე უფრო ნაკლები სტრესი შემქმნელია ადამიანებისთვის. ბევრი საკითხი, რომელიც მედიაციაში გადაწყდება, ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია ადამიანებისთვის, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ მხარდამჭერ გარემოში, კონფიდენციალურად, მაშინ რასაკვირველია ეს ძალიან დიდ სამოქალაქო კაპიტალს აგროვებს და კიდევ ასევე ეს შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მართლმსაჯულებაზე, ასევე ადამიანის უფლებებზე, იმიტომ რომ სხვაგვარად ეს ხალხი შეიძლებოდა დარჩენილიყო ამ ფორმალური სისტემის გარეთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ინფორმაციისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რეკომენდაციები იქნება ძალიან სასარგებლო საქართველოს ხელისუფლებისთვის და შესაბამისი სტრუქტურებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ეროვნული ვალუტის კურსს უნდა გადავხედოთ. დღეს 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 58 თეთრია, 1 ევრო 2 ლარი და 64 თეთრი ღირს, 1 ფუნტი სტერლინგის შეძენა 3 ლარად და 9 თეთრად შეგვიძლია, 100 რუსული რუბლი 3 ლარი და 82 თეთრი ღირს, 1 თურქული ლირა კი 73 თეთრი. ახლა კი სპორტის სიახლეები, რომელსაც ტრადიციულად გიორგი თვალებეიშვილი გაგვაცნობს. მოგესალმებით, ბარემ სპორტის შენ წაგიყვანა მთელი გადაცემა შესანიშნავად. არა, შენ გაგიცნობ გიორგი ამჯერად. კარგი ბატონო, მაშინ გეცოდინება რომ ძალიან დატვირთული საინტერესო საფეხბურთო უიკენდი ჰქონდათ ფეხბურთის მოყვარულებს. პრაქტიკულად ყველა წამყვან ჩემპიონატში გაიმართა გამორჩეული შეხვედრა და სწორედ აი ამ მატჩების მიმოხილვით დავიწყებთ ჩვენ სპორტულ გამოშვებას. დავიწყოთ იტალიის ჩემპიონატით სერია 10, გუშინ მე-13 ტური დასრულდა სახელგანთქმული მილანური დერბით. მილანი ნომინალური მასპინძელი შეინიღებდა ინტერს და უგოლიანი გამოდგა ეს შეხვედრა, გუნდებმა ქულები გაიყვეს. 2-2 დასრულდა მატჩი, ორჯერ დაწინაურდა მილანი, რომელიც ჩემპიონატში უკეთ გამოიყურება, გაცილებით მაღლა იმყოფება გათამაშების ხილში ვიდრე ინტერი. სუსომ ესპანელმა ლეგიონერმა დააწინაურა შესანიშნავი დარტყმით მასპინძელი გუნდი, მაგრამ ასევე ძალიან ლამაზი დარტყმა გამოვიდა 53 წუთში ანტონიო კანდრევას და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა კანდრევას გოლიდან დაახლოებით 5 წუთის თავზე კიდევ ერთხელ გაიბწყინა სუსომ, მან ამჯერად ბაკას პასი გამოიყენა და ესპანელმა დუბლი გაიფორმა. ანგარიში გახდა 2-1. მილანი უახლოვდებოდა 3 ქულას, მაგრამ საჯისმიერ კომპენსირებულ დროში, კერძოდ კი 92 წუთზე ხორვატმა ივან პერიშიჩმა ქულა მოუტანა ინტერს და საბოლოოდ ეს შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ეს კომბინაცია, რომელიც კუთხიდან გათამაშდა, აქ თამაშგარეში ხორვატი არ ყოფილა და საბოლოოდ 2-2 მილანურ დერბიში. ძალიან კარგად ისარგებლა მილანის საფორხილებით იუვენტუსმა, რომელიც უკვე ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს სერიაში. იუვენტუსმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე პესკარასთან ანგარიშით 3-0. პირველი გოლი ტურინელების ლიგებში გაიტანა 3 ხედერა 36 წუთზე, მან მანჯუკიჩის პასი გამოიყენა, ხოლო მეორე ტაიმში 73 წუთზე ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს. ამჯერად ხედერას პასით უკვე ხორვატმა იზეიმა გოლი 2-0 და 79 წუთზე უკვე ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ერთმანეთში შეასრულა ეს დარტყმა, ბრაზილიელის გასვლა ზუსტი იყო და იუვენტუსმა მოიგო 3-0. კიდევ ერთმა კონკურენტმა იუვენტუსსა დაკარგა ქულები, რომამ წააგო ბერგამოში ატლანტასთან 1-2 და იუვენტუსი 33 ქულით სერიას ლიდერია და მას ერთბაშად უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან რომა და მილანი. აი ესეთი ამბები ხდებოდა შაბათ-კვირას იტალიის სერია A-ში. ახლა შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, აქაც იყო ერთი გამორჩეული მატჩი, დერბი ასევე, მადრიდული დერბი. ვისენტე კალდერონზე ატლეტიკო მასპინძლობდა მადრიდის რეალს და მოულოდნელად რეალმა სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა ანგარიშით 3-0. შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ზიდანის შეგირდები. პირველი მომენტი ჰქონდა სწორედ პორტუგალიელ ვასკოს, მაგრამ რონალდოს აჯობა აქ მეკარე ობლაკმა. სამაგიეროდ ობლაკი დაიბნა და ვერ მოახერხა რეაგირება რიკოშეტის შემდეგ, როცა ჯარიმა შეასრულა კრისტიანო რონალდომ 23 წუთზე 1-0 დაწინაურდა რეალი და მოიგო პირველი ტაიმი. ეს კი 71 წუთი. აქ ალბათ საგნა საერთო გადაწყვეტილება მიიღო, არ უნდა დაენიშნა პენალტი ატლეტიკოს კარისმმართველების, მაგრამ 11 მეტრიანი დაინიშნა, ის შეასრულა რონალდომ და ანგარიში გახდა 2-0 და იმავე რონალდო 77 წუთზე ჰეტრიკი შეასრულა და გამოიკვეთა აშკარა ლიდერი პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში, ვინაიდან ბარსელონამ ამ ტურში ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე მალაგას ფრენ 0-0 და შესაბამისად ახლა რეალი 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ბარსელონას, ხოლო ატლეტიკო ძალიან ჩამორჩა უკვე ჩემპიონატის ლიდერს, სხვაობა რეალსა და ატლეტიკოს შორის არის 9 ქულა. გადავიდეთ გერმანიაში, მე-11 ტურში შედგა კლასიკა გერმანული ფეხბურთის დორტმუნდი ბაიერნის წინააღმდეგ, ძალიან საინტერესო მატჩი. დორტმუნდი იყო მასპინძელი და მან გამოიყენა საკუთარი მოედნის უპირატესობა, მინიმალური ანგარიშით მოახერხა კარლო ანჩელოტის გუნდის დამარცხება ტომას ტუხელის გუნდმა. ერთადერთი გოლი გავიდა ამ კომბინაციის შემდეგ მე-11 წუთზე პიერე-მერიკ ობამეიანგმა გახსნა ანგარიში და ამის შემდეგ დორტმუნდი ძირითადად დაკავებული იყო ამ ანგარიშის შენარჩუნებით და მოახერხა ამის გაკეთება. რის შემდეგაც ახალი ლიდერი ყავს გერმანიის ჩემპიონატს, სენსაციური ლიდერი, ეს არის მეორე ბუნდესლიგიდან აღზევებული ლაიფციგი, რომელმაც ამ ტურში პარასკევს მოუგო ლევერკუზენს სტუმრად 3-2 და აი სწორედ ლაიფციგია ლიდერი 27 ქულით, ბაიერნს 24 ქულა აქვს, ხოლო მესამეზეა დორტმუნდი 21 ქულით. ბაიერნს ჰქონდა ბევრი შანსი, ჩვენი რიბერის გოლი ვნახეთ, რომელიც არ ჩაითვალა სამართლიანად თამაშგარის გამო, ეს ჩაბი ალონსოს გასწრება და მუქი ძელმა მოიგერია. შემდეგ ობამეიანგს ჰქონდა სხვათა შორის ორამდე გაზრდის საშუალება, 2-0 გაიხადა ანგარიში, მაგრამ მოიერმა აჯობა და ბოლოს კიდევ ერთი შანსი ექს-დორტმუნდელმა ლევანდოვსკიმ ვერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, არადა ხელსაყრელი სიტუაციიდან უთხამდა თავით. საბოლოოდ დორტმუნდმა მოუგო პირველი დაპირისპირება ბუნდესლიგაში ბაიერნს ანგარიშით 1-0 და ძალიან დაიძაბა სიტუაცია გერმანიის ჩემპიონატში. და გადავიდეთ ინგლისის ჩემპიონატში, პრემიერ ლიგა. ახალი ლიდერი ყავს პრემიერ ლიგის გათამაშებას, ეს არის ლონდონის ჩელსი, რომელიც გუშინ ატარებდა თავის შეხვედრას. ამ მატჩით ყველაფერი გადაწყდა ერთადერთი გოლის შემდეგ, რომელიც გაიტანა დიეგო კოშტამ 51 წუთზე. დიეგო კოშტა 9 ბურთით ლიდერია პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში, ხოლო ჩელსი, როგორც ითხრეთ, ახალი ლიდერია პრემიერ ლიგის, მან უკვე სერიაზით მე-6 მატჩი მოიგო ინგლისის ჩემპიონატში, თანაც ამ 6 მატჩში მას არც ერთი გოლი არ გაუშვია. შაბათს იყო ცენტრალური მატჩი პრემიერ ლიგის მე-12 ტურის, მანჩესტერ იუნაიტედი მასპინძლობდა არსენალს, აქ გოლები გაცვალეს გუნდებმა და შესაბამისად ქულები გაიყვეს. ჯერ მანჩესტერი დააწინაურა ხუან მატამ 72 წუთზე ანდერ ერერას პასის შემდეგ და არსენალი წაგებას უკაცრავად გადაარჩინა ოლივიე ჟირომ, ფრანგმა ლეგიონერმა 99 წუთზე მან ოქსლეიდ ჩემბერლენის პასი გამოიყენა. ორივე გუნდი ძალიან ბევრ ქულას კარგავს ბოლო ტურებში, მანჩესტერს მაგალითად ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს, ხოლო არსენალმა ბოლო 4 მატჩში 3 ფრე ითამაშა. თამაშობაში მანჩესტერ სიტიმ მოახერხა სტუმრად გამარჯვება კრისტალ პალასის წინააღმდეგ. პირველი მატჩი ითამაშა წელს პრემიერ ლიგაში იაია ტურემ, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა სეზონის სტარტზე გვარდიოლასთან, სიტის თავად მწვრთნელთან, მაგრამ კონფლიქტი მოგვარდა, ტურე დაბრუნდა მოედანზე და მან ეს დაბრუნება დუბლით აღნიშნა. 29 წუთზე მან დააწინაურა სიტი, შემდეგ 66-ზე ვიქხემმა გაათანაბრა ანგარიში და იმავე იაია ტურემ 93 წუთზე გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. სიტი მოიგო 2-1 და მესამე ადგილზე გადავიდა, მას 27 ქულა აქვს. ასევე 27 ქულა აქვს ლივერპულს, რომელმაც ვერ დაამარცხა ამ ტურში საუთჰემპტონი 0-0 და 28 ჩელსი გახლავთ ლიდერი პრემიერ ლიგის. არსენალი იმყოფება მე-4 ადგილზე. და ბოლოს ჩოგბურთი წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა გუშინ ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში. ფინალში დღეისთვის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ხვდებოდა ერთმანეთს, ენდი მარეი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. ამ შეხვედრას საინტერესო ინტრიგა ახდა თან. პირველად ისტორიაში სეზონის ბოლო მატჩს უნდა გაერკვია, ვინ გახდებოდა კლასიფიკაციის პირველი ნომერი.
სხვათა შორის ჯოკოვიჩს ეს ტურნირი ზედიზედ 4-ჯერ ჰქონდა მოგებული, ხოლო მარეი პირველად თამაშობდა ფინალში. უკაცრავად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლა პრინციპში აი ამ ფინალში არ შედგა, დაამტკიცა, რომ მარეი უკეთეს ფორმაში იმყოფება წლევანდელი სეზონის მეორე ნაწილში. მან პირველ პარტიაში ისე მოიგო 6-3, რომ არც ერთი ბრეიკ პოინტის შანსი არ ქონია ნოვაკ ჯოკოვიჩს. მეორე სეტის ბრწყინვალედ დაიწყო ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა 4-1. მე მხოლოდ ამის შემდეგ გამოთხოვდა სერბი ჩოგბურთელი, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთადერთი ბრეიკი აიღო ამ შეხვედრაში. ამის შემდეგ შეინარჩუნა უპირატესობა მარეიმ, 4-3-დან 2 გეიმის მოგება მოახერხა და 6-3, 6-4 გაიმარჯვა. მართლაც ბრწყინვალე მონაკვეთი ჰქონდა სეზონის მეორე ნახევარში მარეის. მაისიდან მოყოლებული მან 69 მატჩიდან მოიგო 65, 14 ტურნირიდან 13-ის ფინალში გავიდა და სრულიად სამართლიანად ბრიტანელი ჩოგბურთელი ასრულებს 2016 წელს პირველი ჩოგანის რანგში. ასე რომ შეიცვალა ლიდერი 2016 წელს მამაკაცთა ჩოგბურთში და ნახოთ უკვე 2017 წელს მოახერხებს თუ არა ჯოკოვიჩი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ასეთ სპორტული ამბები იყო გასულ უიკენდზე, ხვალიდან იწყება ჩემპიონთა ლიგა და მთავარი თემა ამ კვირას სწორედ ეს ტურნირი იქნება. მე მინდა აღნიშნო, რომ ტემპერატურის კლება ჩვენზეც აისახა გიორგი, დღესდღეობრივია გამოცხადებული, ვნახოთ გაამართლებს თუ არა ეს პროგნოზი. დილის მოამბე ამით დასრულებულია, ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.